გამარჯობა, ჩემო კარგებო. მინდა ყველას გისურვოთ წარმატებული დღე. ვინაიდან ხდება ძალიან ბევრი შეკითხვა ჩემს პირად მესენჯერში. გადავწყვიტე რომ ეს ვიდეო ბლოგი ჩავწერო და ჩემი პოზიციები გამოვხატო მიმდინარე თემასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი შეკითხვა არის ახლა მოახლოებული არჩევნები და ეს მკვლელობა რაც მოხდა გუშინა, თავის ხელით გაპიორებული აქვე აღნიშნავ რა, ადამიანის მკვლელობა, ვინც არ უნდა იყოს ის, რა სქესის არ უნდა იყოს ის, რა ორიენტაციის არ უნდა იყოს ის, რა რელიგიური მრწამსის არ უნდა იყოს ის, არის სისხლის სამართლის დანაშაული და წესიერ ქვეყანაში, სადაც არ იქნება ეს, რომელი დედამიწის განეჩიც არ იქნება ეს სახელმწიფო, მისთვის ადამიანის მკვლელობა არის სანქცირებული სისხლის სამართლის დანაშაული. ეს აბრამიძე რომ მოყვეს, კესარია აბრამიძე, ასეთი შეკითხვები დამისვეს, ხო არ არის ეს დაკავშირებული პოლიტიკასთან რა. ამიტომ მინდა ახლა გიპასუხოთ ესეთი რამ რაც უამრავმა თქვენგანმა შეიძლება იცის, ან გრძნობს, ან ბევრმა უბრალოდ არ იცის რა. გადახედეთ გარემოს, ქართული ოცნების პოლიტიკური კურსი დღის წესრიგისა შეიცვალა, ხო? და როგორი იყო, ანუ ივანიშვილს რო სჭირდებოდა, რო კუდი გაედო ყავარზე ევროპაში, რო მისი პირადი ქონება იქ გადაერჩინა, ნუ თავისი სენტიმენტები და ასე შემდეგ, ახლა მაგას ძალიან დიდი ფორმულა აქვს, ხო? კანონებიც კი შემოიღო საქართველოში, როგორ იცავდა ის უმცირესობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩემი პირადი პოზიციების დაფიქსირება, ეს არის უბრალოდ გამოხატვა იმ რეალობისა, რა მდგომარეობაშიც, რა თამაშიც იმყოფება ქართველი ხალხი, ხო? და სხვადასხვა ამ კანონებს იღებდა ისე, რომ უმრავლესობის ინტერესის არ ითვალისწინებდა. უბრალოდ უნდოდა და იღებდა, ხო? შემდეგ რა მოხდა? ხალხი ჩასვა ციხეში კონსერვატიული აზროვნებისთვის და არქვა მას 1000 მიმართულების სახელი, რა ვიცი, რომელსაც იყენებენ ესენი ძალიან ხშირად და გამოხატავდა იმას, რომ ჩვენ კავკასიაში ყველაზე მეტი წარმატებული სახელმწიფო, რომელიც ებრძოდა ჰომოფობიას, ტრანსფობიას და ასეთ რაღაცას რა. არ ვიცი, ახლა ვის გაუჩნდა ილუზია იმისთვის, რომ ასეთი მიმართულების სისხლს ებრძვიან საქართველოში, მაგრამ ამათი უფლებები კი არა, რიგითი ქართული ოჯახის და ადამიანის სიცოცხლის ჩვეულებრივი ნორმალური ფიზიოლოგიურად გამართული ადამიანის უფლებები არა დაცული და ეს პრობლემა არის ეს უფრო მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მაინდა-მაინც ნაკლები საზრუნავია ესეთი რაღაცები მთელი ეროვნად გურდებით და თუ ყურადღების მისაქცევია, ალბათ მისაქცევია იქედან, თორე ასეთი ორიენტაციის ადამიანებს ძალიან ბევრი იყენებდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ნუ გასაგებია რა, ეს თემა მოურჩა, პოლიტიკური ჰაერი შეიცვალა, მაგრამ სანამ რა თქმა უნდა ამ როლში იყო ბიძინა ივანიშვილი, მაშინ ძალიან ბევრი ხელით შექმნილი ადამიანი გამოიყვანა საკუთარი იდეის გასაძლიერებლად, მათ შორის ვეტერანებს არ აძლევდა საზოგადოებრივი მაუწყებლით ეთერს და ესეთ ადამიანებს უთმობდა ეთერს და შექმნილი ყავდა და იქ მისი შვილი ბერა სურათებს იღებდა და ხო, ნუ თითქოს ძალიან ლიბერალური მიდგომების და შეხედულებების თანამედროვე პოლიტიკოსი და ოჯახი და რა ვიცი, ეს თვითონ ოჯახის მოყვარული წმინდა კაცი, რელიგიურად ცაში ასული სამების ამჩენებელი. და რა ვიცი, წარმატებული შეიძლება მოენახოს მის ესეთ ქმედებას. უბრალოდ მე მინდა რომ ილუსტრაცია გავაკეთო, როგორ თამაშობს ყველასთან და როგორ ჭირდება ყველა. ხო და როდესაც ეს ჰაერი შეიცვალა, ხო, მაშინ სხვა რეალობაში აღმოჩნდა ყველა, მათ შორის ის ადამიანები, ვისაც უხაროდა, რომ აი თითქოს მათთვის და მათი უფლებებისთვის რაღაცა ხდებოდა, მაშინ გახდა აუცილებელი ასეთი ხალხის მოშორება, იმიტომ რომ ზოგადად ესეთი ხალხი კომპრომეტირებულია ძალიან მარტივად თავის ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მე არავის არ ვაკრიტიკებ, ყველას თავის ცხოვრება აკაც მიხედოს თავისთვის ჩემთვის არის რაც არის მიუღებელი ახლა იძახიან ევროპა გარყვნილია ესა მაგრამ არა ამდენი წელიწადი ევროპაში ცხოვრობდა არავინ არ მოსულა ტრაქში უნდა მოგწნო მაპატიეთ რა ამისთვის მაგრამ მე მინდა რომ სიმართლე ვთქვა საქართველოში უფრო ქონდა ამას პროპაგანდისტული ხასიათი ვიდრე იმ ქვეყნებში სადაც ესეთი რაღაცა საკანონმდებლო დონეზე არ არის დაცულია ხო ასე ვიტყოდი პირდაპირ ხო და ნუ რა მინდა ახლა რო ვთქვა რა ნუ შექმნეს ხელოვნურად ეს აბრამიძე აძლევდნენ ძალიან ბევრი უფლებას, აძლევდნენ ეთერებს და რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე იყო სახელმწიფო უშიშროების ნომენკლატურა და როდესაც შეიცვალა ეს ჰაერი, პოლიტიკური ჰაერი ქვეყანაში, მატარებელი იყო ძალიან ბევრი ინფორმაციის, ძალიან ბევრი რამე იცოდა, მეწოდება როგორც ადამიანი, როგორ არ უნდა მეწოდებოდეს ადამიანი.
ასეთი თანაც როგორ იცი მკვლელობას გააჩნია რა დაჩეხეს და ამით ანახეს სხვას აი სხვა მისი ცხოვრების წესის ადამიანებს რომ თუ არ გაჩვენდება რა ამის მკვლელობა მე შემიძლია შევადარო ბაჩალიაშვილის მკვლელობას ესაა ერთ სტილში გაკეთებული მკვლელობა ოღონდ ნუ ამასთან მიმართებაში ძალიან ბევრი ჭუჭყი იყო მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე და არ გაუჭერდებოდათ მისი გაშავება ხა და გააშავებენ მალე უტირებენ ყობას იმიტომ რომ ფაქტია ნუ თავი ბოლო იციან და ხა რა პრობლემაა რა ზოგადად ხელისუფლების სიბილწე მანკიერება საკუთარ იდეაში და საკუთარ პარტიაში ყოველი ადამიანების დაშანტაჟების გულახდილად გეუბნებით ეს არის რომ ასეთი არასრული ცხოვრების წესში შეიტყუონ ეს ყველაფერი ხო აი ეს არის რა უკაცრავად ვისაც არ გნებავთ შეგიძლიათ დატოვოთ ესეთერი მე არ მაქვს პრობლემა ანუ ქართული ოცნების რიგებში ძალიან ბევრი ესეთი არატრადიციული ადამიანია და ამ სერვისის მომხმარებელი ადამიანია და თავისთავად ნუ რა თქმა უნდა კომპრომატი ბევრი აქვს ამ ხელისუფლებას როგორც ნაცებში ახლა არ ვიცი არც იმათ ცხოვრებას არ განვიხილა უბრალოდ ლაპარაკობ რა ხო და თავისთავად როდესაც ადამიანი მატარებელია ასეთი რაღაცეების ასეთი სადაზვერვო აქტების და რა თქმა უნდა ყველაფრის მონიტორინგი ხდებოდა შემდეგ როდესაც ყველაფერი გადის არდაბრუნების წერტილიდან ჩდება ამ კომპრომატის განადგურების აუცილებლობა და თქვენ მოგეხსენებათ რომ თუმეტეს ახლა საარჩევნო პროცესია ქართულ ოცნებას არანაირად არ აწყობდა შემოკარგებო ის რომ აი მაგალითად ვინმე წამოაძახოს რომ აი თქვენ ვითომ ახლა ზე ტრადიციულ ტიპებო თქვენ ის არა ხართ აი ამას რო აკეთებდით ასე რომ იწეკით ამასთან რო იყავით ეს როგორ ყავთ საარჩევნო სიაში და ასე შემდეგ ახლა ნუ რავი მეტაგლებად სადაც თავის გალამაზება და ოცეული შექმნეს იქ სულგაყიდულთა ოცეული ასე დავარქვე ქართული ოცნების წეს ქართულ ოცნებას იდეოლოგია არ გააჩნია ქართულ ოცნებას აქვს მხოლოდ მიზანი იმისთვის რომ საშუალებები შექმნას რომ ხელისუფლება დაიკავოს ხელში მნიშვნელობა არ აქვს ამას იქნება ცნობილი ტრანსგენდერი ცნობილი გეი ცნობილი სპორტსმენი ცნობილი უნდა იყოს რა არა ცნობადი არამედ ცნობილი ცნობილი შეიძლება ბევრი იყოს მაგრამ ცნობილი უნდა იყოს იმ სიგახსნილში რომელსაც ან თუნდაც იმ რაღაც კარგი მასში რასაც აკეთებს იმიტომ რომ მისთვის საზოგადო რევერანსები არის უმთავრესი იმიტომ ისინი მუშაობენ საზოგადოების ცნობიერებას ნებისმიერი მიმართულების პირი იქნება ეს კიდე ერთხელ ვამბობ რა მართლმადიდებელი იქნება კათოლიკე იქნება თუნდაც მისი ცხოვრების სექსუალური წესით იქნება გამოვლინებული იქნება ეს ჰეტეროსექსუალი იქნება ეს ტრანსგენდერი იქნება ეს გეი ქართული ოცნების მსხვერპლია ამ და მისი პოლიტიკური მმართველობის მსხვერპლია მთელი სოციუმი, მთელი საზოგადოება ერთი პატარა მოტივის გამო ის თამაშობს და მას დაჭირდება დღეს არის ცნობილი გეი, მას დაჭირდება არის დღეს ცნობილი ტრანსგენდერი, მას დაჭირდება არის ცნობილი მუსიკოსი, დაჭირდება კარგი რაც დაჭირდება ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილი რა დაჭირდება სამებას ააშენებს და ყველაფერს გააკეთებს ოღონდ იმ შემთხვევაში იმ რესურსით იყოს გამარჯვებული. ახლა მე რაღაცა გითხრათ რა რაც შეეხება მკვლელობას ხო? მკვლელობაზე მეტი მიუღებელი სისხლის სამართალს განზრახ მკვლელობას ნუ რა ვიცი ამას გამართლება არა აქვს რა ჯერ დანაშაული არის მკვლელობა და ორმაგი დანაშაულია, როდესაც ამას სახელმწიფო ჩადის თვითონ. სამწუხარო რა არის, იცი, არასოდეს თქვენ ამ ყველაფერს არავინ არ რეალურად არ გამოიძიებს, ამას ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს და მე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავ მნიშვნელობა არ აქვს. ნუ შეცდომდებით, რომ აი ვიღაცა სადისტურად მოკლეს. ჩვეულებრივი მომენტია ქართული ოცნების რომ მისი ცხოვრების წესი აბსოლუტურად ყოფილიყო სხვანაირი და მისი მოშორება ყოფილიყო თავიდან აუცილებლად ნახავდნენ სხვა მეთოდიკას ამისთვის რა სულ სხვა აი მაგალითად თავი მოიკლა კარგი გამოსავალია უშიშროების არსენალში ტრიალებს ესეთი ლეგენდა რომ აი ლეგენდა სხვათა შორის რა ზუსტ გამოგონილი თავი მოიკლა
ან უბედური შემთხვევა, აი ესეთი მომენტი. მე არ მინდა ეს კონკრეტული ეთერი მიუძღვნა ვიღაცის ასე მკვლელობას და რაღაცას, რადგან იყო შეკითხვები დასმული, მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ნუ ამ შეკითხვებს პასუხი გავცე, იმიტომ რომ ეს ეხება საზოგადოების უსაფრთხოებას, მის ცნობიერებას, მისი სწორი პოზიციების შექმნის, განსაზღვრის მომენტს და მე ვთვლი, რომ ეს იმდენად აუცილებელია ამაზე ლაპარაკი, რომ თუ დღეს არ ვილაპარაკებთ ამაზე, თუ ხვალ არ ვილაპარაკებთ ამაზე, თუ არ გვექნება სწორი აღქმა ამ პროცესების, ხო, ძალიან მარტივი არის ჩავიძიროთ იმ პროპაგანდაში, რომელსაც ქმნიან. ახლა რაც შეეხება თხოვნას თქვენს მიმართ, მე მინდა გითხრათ, ვინც რა თქმა უნდა იზიარებს სიმართლის და ლოგიკის იდეას და რა თქმა უნდა ეს მისი პირადი საქმეა, არავის ძალით არ ვადებ ხუნდებს, რომ ქართულმა ოცნებამ მოახდინა ჩემი სოციალური არხების ბლოკირება და ჩემი თხოვნა აი მითითებულია ეგრეთ წოდებული ლინკი ამ ვიდეოში. გადადით მასზე და გამოიწერეთ ის გვერდი, საიდანაც ხდება ამ ვიდეოს გენერირება, იმიტომ ჩემთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი, რომ ამ არჩევნებამდე განსაკუთრებით მოახდინო ამ ინფორმაციების გავრცელება და ეს არის შესაძლებელი აი იმ გვერდიდან, რომელსაც მე ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩავატარე გარკვეული კიბერდაცვა და მე მჯერა რომ ამისი ამ გვერდის გაუქმება ესე მარტივად არ მოხდება. ეს არის ჩემი მოკლე თხოვნა. რაც შეეხება თვითონ ზოგადად ბიძინა ივანიშვილს და ამ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, რომელიც არის, ჩემი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, სამწუხარო არ ასე ხდება, მაგრამ ის პოლარიზირებული სამყარო, სადაც მხოლოდ რჩეულები თამაშობენ, ქართველი ერთ ზოგადად მიმაჩნია, რომ არჩევნის უფლება წაართვეს, არა ქართველი არჩევნის უფლება, იმიტომ რომ ვერც ერთი თქვენგანი ვერ ადგება დღეს და ვერ გადაწყვეტს თავისუფლად ხმავის მისცეს, იმიტომ რომ ეს ბაზარი ასე ძალიან უხეშად რო და თქვათ ეს საარჩევნო ბაზარი, სივრცე, სადაც ქართულ კაცს შეუძლია მივიდეს და არჩევანი მისი გააკეთოს, ყველა არის შედგენილი წინასწარ შეთანხმებული თამაშის წესებით, რომელიც რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის და მანამდე ნაცების ფარდულის უკან ხდებოდა და ვისაც აქვს ეროვნული აზროვნება, ვინც საზოგადოებასთან შეიძლება ახლოს იყოს, ვინც იყოს სუფთა, ვინც შეიძლება არ იყოს გასული და გარყვნილი პოლიტიკაში, მას რა თქმა უნდა აი ამ პლატფორმაზე არ დაუშვებენ, ზედმეტი მოთამაშე არავის არ ჭირდება, იციან ქართული ელექტორატის სიმცირის რაოდენობა. რა დავრჩით რეალურად 3,5 მილიონი კაცი ვართ, აქედან რამდენი არ არის 18 წელს მიტანებული, რა თქმა უნდა ბევრია, ამ 3,5 მილიონს უნდა გამოაკლო, რამდენი არ მივა თავისინები, რამდენს აქვს ისეთი განცდა, რომ აი მივიდეს და ყველა გადახაზოს, რაც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი მომენტია. და რა თქმა უნდა რჩებიან ის კატეგორია, ვინც ასე კარტოფილში იმაში იყიდეს, ან აიძულეს სამსახურში მუშაობს და რაღაცა ინერციული სოციალური მიმართულებით, თუ გინდა რომ არ წაკითხოს ყველაფერი და აქ ხმა მომენტი, ვისაც მიიყვანენ, აი იმ ხალხში ხდება, აი როგორ გითხრათ, ერბოს რომ მოხდიან, ძეს რომ მოხდიან ერბოს, აი დაახლოებით აი ის გაწურული ადამიანებზე ხდება საქართველოს ეგრეთ წოდებული არჩევნების ჩატარება. 2,800,000 კაცი გადავნილი ყავთ ემიგრაციაში, მოტყუებული ყავთ, წართმეული აქვს მას სამშობლო, ერთ-ერთი მათგანი მეცა ვარ აგერ, რომელიც თავისთავად ვერ მივა და ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, იქ რაღაცა საარჩევნო ყუთების გახსნა, უბნების ემიგრაციაში, ეს არის სრული ანანიზმი, პირდაპირ გეტყვით, ეს არის სიცრუე და ეს არის ისეთი მომენტი, რაც გლობალურ შედეგზე საქართველოში არასოდეს არ იმოქმედებს, არ მოგატყუოთ ამან, იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი შემოყალიბებელი ფაქტორი, რომ აქ უბრალო ქართველს არ შეიძლება მისვლა საარჩევნო უბნებამდე და ხმის მიცემა და რო შეეძლოს შეიძლება იმდენი ბიულეტენი არ იყოს დაბეჭდილი. არ მინდა ახლა ამ ყველაფერს გავყვე, მაგრამ ეს ყველაფერი მოქმედებს და წყალს ასხამს ქართული ოცნების და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ინტერესებზე, ესენი გაიყოფენ ხელისუფლებას, 25% უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხმების, აი ეს არის კრიტიკულ შემთხვევაში გათვლილი, დანარჩენი 25% უნდა მიიღოს ამ ეგრეთ წოდებულმა წინასწარ შეთანხმებულმა პროპოზიციამ, უკაცრავად თქვენთან. და ნუ აქედან კიდე ქართული ოცნება მოახდენს თავისი ელექტორატის გადაბირებას, ყიდვას ბიძინა ივანიშვილის მეთოდით.
თუ ამ გეგმას გაცდება გაყალბება, იმ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა და ევროპული საზოგადოება არ ცნობს საქართველოს ჩატარებულ არჩევნებს და იმაში დაიწყება ქართული ოცნების ჯოჯოხეთი. ასე რომ ჩემო კარგებო, არავინ არ მოგატყუოთ, ეს ყველაფერი არის როგორ გითხრათ, პოსტულირებული, შეთანხმებული და ამ პროცესით მიდის ყველაფერი, მაგრამ არავინ არ იცის, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ვინაიდან ეს არის ადამიანი, მე თუ მკითხავთ ამ ადამიანს არ გააჩნია გეოპოლიტიკური ფსიქიკა, ეს არის მესაკუთრე კაცი, ამას გონია ყველაფერი არის მისი პირადი ბანკი, მისი პირადი ბოსტანი და გააკეთებს. იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც ამის გაკეთების სურვილი არ ქონდა, ის აქამდე საქმეს არ მიიყვანდა. ის თამაშობს თავისი გვერდში მდგომის სრული მხარდაჭერით, ეს არის რუსეთის ფედერაცია, მინდა გითხრათ. მანამდე მასთან კოლაბორაციაში ყოფნა ყველა ძალა იქნებოდა ეს თინა ხიდაშელი, ანა დოლიძე, თუნდაც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში მყოფი, მაგრამ ივანიშვილის მიერ ნაყიდი გირჩები და ასეთ ანასხლეტებს მე ახლა არ ჩავთვლი. ესენი ყველაფერი კარგად იცოდა გუბასანიკიძეებმა და იმგენმა, მაგრამ რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინწაწევა მათთვის კი არ იყო მთავარი მიზანი, მათთვის იყო მთავარი მიზანი პირადი კარიერული მომენტები და უმთავრესად პირადი ქონება და როდესაც ადამიანი პოლიტიკაში ხვდება ამ ქვეინტერესებით, ის არ არის პოლიტიკოსი, ისაა პოლიტიკანი. ზუსტად ამ ვიწრო ინტერესებით მოძრავ ადამიანს, ასეთი დეფინიციით ქვია პოლიტიკანი. ბევრმა არ იცის საქართველოში საერთოდ პოლიტიკური ტერმინოლოგია რა არის, ცნობიერება რა არის, რას ნიშნავს იდეა პოლიტიკური, რას ნიშნავს მემარჯვენედ ყოფნა, მემარცხენედ ყოფნა, ცენტრისტად ყოფნა, რას ნიშნავს. მე ხა ვერავის ვერ ვასწავლი აქ პოლიტიკურ ტერმინოლოგიას და ამ ცნობიერებას და პოლიტიკურ კულტურას ვერავის ვერ აუხსნი, მაგრამ კაცი რომელიც ფიქრობს იმას, რომ იცი რა, მე დღეს არ ავდგები და არ გავალ და არ გავაკეთებ, არ მოვიხდი ჩემს მოვალეობას, ხო? ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს ჩვენი ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის, ჩვენი არასახელმწიფოებრივად გაზრდილი სუბიექტისთვის, ვინაიდან მას თავისი წვენა აქვს დაკარგული, მას ვერ წარმოუდგენია, რომ მას შეუძლია იყოს ის პირი, ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავის ქვეყანაში რაღაცა შეცვალოს რა. ამიტომ ესეთი კაცი ყოველთვის აი საკუთარ ღობავს, აი საკუთარ ყორეს აკეთებს და იმ საკუთარ ღობეში საკუთარი მიწის კულტივირებით არის დაინტერესებული და იმის იქით რა მოხდება, მას არ აინტერესებს რა. არ გამოგება სოფელში ცხოვრო და სოფელს არაფერი არ მოყვება. ლიტერატურას ვერ ვასწავლი და ჩვენ კულტურას ვერავის, იმიტომ რომ რა ვიცი რა, გარკვეულწილად ახლა შეიძლება რა ვიცი, ისე საზოგადოებრივად აღზრდილი მოქალაქეები არც არასდროს ყოლია, მაგრამ მაინც საქართველოს ინარჩუნებდა თავის ტრადიციებზე, თავის შინაგან, როგორ გითხრათ, თვითნაბად კულტურაზე ვიტყოდი, ხო? რაღაცა დონის სტანდარტს, სადაც მიუღებელი და მისაღები ნათლად იყო გარკვეული რა. დღეს ეს ზღვარი მოშლილი არის და საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი, საზოგადოებისთვის დამანგრეველი, საზოგადოების ცნობიერებაზე ცუდად მოქმედი ელემენტებით, რაც ეს არის სადაზვერვო ინსტრუმენტები ჩვენიერი საერთოდ დასული იქნა ყველანაირი ნიშის ქვევით. ამიტომ ძალიან რთულია დღეს ქვეყანაში იმ ელექტორატის ჭეშმარიტი აზრის გაგება, რომელზედაც ცდილობს აი ეს შოუმენებად ქცეული მასხარები გააკეთონ ეგრეთ წოდებული ფსონი. მე შედარებას მეკითხებიან ხშირად, რა არის შედარება ევროპულ საზოგადოებასა და ქართულ საზოგადოებას შორის და რა არის ქართულ პოლიტიკასა და ევროპულ პოლიტიკას შორის სხვაობა. მე ერთ რაღაცას აღნიშნავ, ჩემო კარგებო, სოციალურად აქტიურობა არ ნიშნავს იყო იმას პოლიტიკურად აქტიური, აქ უნდა ეს გასაზღვრება იმისა, ჩვენი სოციალური საზოგადოებრივების და არსებობს პოლიტიკა, რომელსაც თვითონ სოციოლოგია ქმნის და სოციუმი ქმნის, ამიტომ მე ვერ ვილაპარაკებ აქ საერთოდ ევროპაში რა როგორი პოლიტიკოსები არიან, როგორი პოლიტიკა, როგორი კანონები, არის ისეთი კანონები, რომელსაც ეს საზოგადოება ქმნის,
ან ეთანხმება, ან არ ეთანხმება მას, მაგრამ მე ვილაპარაკებდი იმაზე თუ როგორი სოციუმია, როგორი საზოგადოება, როგორი ემპათიური გარემო არის, როგორ შეუძლია ამ გარემოს მიაღწიოს იმ სიმაღლეებს, სადაც მორჩილებაში ყავდეს თავისი პოლიტიკური ელექტორატი და როგორ შეუძლია ამ საზოგადოებას გვერდში დგომა ერთმანეთის მიმართ. მე ძალიან ხშირად ვუყურებ საფრანგეთის ზოგადად საზოგადოების აზრი ძალიან განსწავლულია და ისინი ძალიან ხშირად გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ მოსაზრებებს ამა თუ იმ პროცესების მიმართ და ორი ადამიანი შეიძლება ერთმანეთს არც კი იცნობდეს, ისე აღმოჩნდეს ერთი იდეის გვერდზე, ერთმანეთის მხარდამხარ და მათ შეუძლია ამ საკუთარი იდეისთვის უკანასკნელი გაიღონ. მნიშვნელობა არ აქვს ამ ხელა კაპიტალისტურ გარემოში იქნება ის დასაქმებული, არ იქნება ის დასაქმებული, რა დღე იქნება ხვალ, რა მოთხოვნები იქნება ხვალ, როგორი სოციალური კლასის წარმომადგენელი იქნება ის, აუცილებლად ის მოვა და იმ იდეას დაუჭერს მხარს. მე მინდა თითოეულ თქვენგანს უთხრა, რომ საქართველოში ერთმანეთის დგომა განპირობებულია რაღაცა შეხედულებებით, სოციალური გარემოთი, იქ რა ვიცი რა, ბავშვებსაც კი ერთმანეთთან არ უშვებენ სათამაშოდ, თუ მაგალითად საკუთარ დონეზე არ მიაჩნიათ, აქ ესეთი რაღაცები არ ხდება. ამიტომ არის საზოგადოება ძლიერი, ამიტომ უკავიათ მათ ერთობა და ეს ქმნის ძალას, სადაც რა თქმა უნდა ისინი კარნახობენ თავის პოლიტიკას, პოლიტიკურ სამყაროს და პოლიტიკანიზმი ევროპულ პოლიტიკაში ნაკლებია ვიდრე საქართველოში. ცუდი შედარება გავაკეთე, მაგრამ მაინც და თუ ადამიანი მაინდამაინც იმ პოლიტიკაში აკეთებს ისეთ რაღაცას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, ის ხდება ტაბუ და მას არ უჩნდება სურვილი არათუ მის წინამორბენს, რომ ჩაიდინოს ის, რაც შეიძლება ყოფილიყო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი. და რა თქმა უნდა, შეიძლება ჩემი გამოსვლები, ჩემი საუბარი ბევრისთვის მიუღებელია, ან არ მოგწონთ. ავი ეს თქვენი პირადი პრობლემაა, ჩემო ეს ჩემი პრობლემა ვერ იქნება, იმიტომ რომ იღვიძებ და ხედავ, რომ ზუსტად იმ ყაყეში ხარ, ამ ყაყეშიც იყავი რა. გადის წლები, მაგრამ ამას ვერ შველი. იმიტომ რომ არ იცვლება შენი ცნობიერება, არ იცვლება შენი შეხედულება. იმიტომ რომ არჩევნებზე წასვლა შენთვის ისეთი მოვლენაა, როგორც ბაზარში ადგე და წახვიდე. აი ესეთი მომენტია, მე რა ვიცი, ვერაფერს ვერ ვიწყwi. ეს ძალიან ინტიმური საკითხი არის თითოეული ადამიანის, რასაც უნდა იმას გადაწყვეტს და იმას იზამს, ეს მისი ამბავია, მაგრამ იმ საცოდავი ადამიანის ადგილზე გუშინ რომ მოკლეს, შეიძლება შენ აღმოჩნდე დღეს და არ გქონდეს მნიშვნელობა შენ რა ორიენტაციის ახალ, რა სარწმუნოების ახალ შენ, იმიტომ რომ ვიღაცამ ჩათვალა, რომ შენი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, ვიტალური რესურსის ამოწურვის გარდა მას აქვს შენთვის ამ დედამიწაზე ცხოვრების განსაზღვრის, მისი დაწყების, დასრულების უფლება და შენი ცხოვრების აქტივობის შეჩერების უფლება. როგორც წესი, ამას ქვია ტირანია, ასეთ სახელმწიფოს მართავენ ავტოკრატები, რომელსაც ხელში უკავიათ ყველაფერი, როგორც მონარქებს. და რა ვიცი, ასეთი აზროვნება საზოგადოების თანამედროვე განვითარებას ამ საუკუნისთვის არ შეესაბამება. ამიტომ რა ვიცი, თვითონ საზოგადოება წყვეტს მის მდგომარეობას იმ სოციუმში, სადაც არსებობს. ამას ვერავინ ვერ გადაწყვეტს მის გარდა მისი სიჩუმით. სიჩუმეც, რა თქმა უნდა, და პასუხის არ გაცემაც არის გარკვეული აქტივობა საზოგადოების მხრიდან, როდესაც ის არ იჩენს არანაირ აქტივობას, ეს თავისთავად ავლენს მის ნებას და ის ნება ასახულია მე იმ მდგომარეობაზე, რაც არის. მე ახლა ბევრი მეკითხება, რომ შეიძლება ლაპარაკობ გამოსავალს, არ ამბობ და რაღაცა ეს ნარატივია, მინდა გითხრათ, უშიშროების ნარატივია, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც ეს სოციალურად აქტიურია და გარკვეული ნდობა აქვს საზოგადოებაში, მას ებრძვიან ისევ სიტყვით, მაგრამ ყალბის სიტყვით ებრძვიან, წარმოუდგენელია, საერთოდ არ მიმაჩნია ნორმალურად, რომ სიმართლეს რამე მაჯობოს და სიმართლე არის ის რა მდგომარეობასაც იწვევს ეს პოლიტიკური რეჟიმი საქართველოში კოაბიტირებული დანაშაულთან, ნაცები ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, ახლა ვამბობ ზუსტად რა არის გამოსავალი და ესეთი ხედვა მაქვს. შეიძლება სხვა ხედვა კონდეს, მაგრამ დაიმახსოვრეთ ეს ბლოგი და წლების შემდეგ გადახედეთ თუ გნებავთ და ეს რეალია იქნება იმ მდგომარეობაში, რასაც მე ვამბობ. ეს რეალია არ შეიცვლება. ამ აზროვნებით, ამ მიდგომით არ შეიცვლება.
ეგენი გაიყოფენ ხელისუფლებას და ისევ ამ გაჭირვებაში და სოციალურ უბედურებაში არტახებში ამყოფებენ ქართველებს. ერთადერთი გამოსავალი არის სოციალური რევოლუცია. არ მინდა ახლა მე აქ უშიშროების ესენი რა ქვია ნარატივები რა მოგვიტანა რევოლუციამ, როგორი ცუდია რევოლუცია, როგორი აბარა არის კარგი ის რომ წლების მანძილზე ერთი და იგივე ნაგავი ერთმანეთის ამონარწყევში ცხოვრობს და მონობაში ამყოფებს ხალხს. საფრანგეთში 21-22 რევოლუცია მოხდა, მაგრამ რა ვიცი მე ამ ქვეყანას დაკლინებულს მე მაინდა-მაინც ვერ უყურებ. ხო, ამიტომ თუ ცნობიერება არ მივიდა საზოგადოების იქამდე მე მანამდე გავაკეთებ რევოლუციას ჩემ ქვეყანაში ისა ტოტალური ცვლილებები, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური, ისე სახელისუფლებო ეშელონების რევოლუცია ამას ნიშნავს. ეს არ არის ანარქია, მინდა გითხრათ. ამიტომ მინდა, რა ვიცი, ახლა ყველას ვერ განვწავლი აქედან რა, მაგრამ უნდა ილაპარაკო კაცს, რომელმაც ეს არ იცის რა არის ანარქია, რა არის რევოლუცია, რა არის პოლიტიკური მოწყობის ფორმები, ყველანაირად აშტერებენ ხალხს, ყველაფერზე ილაპარაკებიან, ვისი ვისაში მაგათ ურჩევნიათ ამ კესო აბრამიძის პოლიტიკაზე ილაპარაკონ, ვიდრე საკუთარ სოციალურ უბედურებაზე. ესეც რა თქმა უნდა შემადგენელი ნაწილია საზოგადოების უსაფრთხოების, მაგრამ ამ საარჩევნოდ ეს ძალიან მომგებიანილეთი იყო ქოცებისთვის, ამიტომ ყველა იდეალური მიმართულებით დაიჭერენ ვიღაცა იმას გადაგვარებულს და იტყვიან რომ საქმე გახსნილია, ასე არ არის რა. ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგე ყველაფერს რა, იმიტომ რომ რას გთავაზობს შენ ეს ბანკიერი სისტემა რო ყურადღება გადაგატანიოს, ცუდი სათქმელია რა ადამიანის მკვლელობა ყურადღების გადატანის მოტივად, მაგრამ რას იზამ რა, მეთოდები ძალიან ბევრია, ეს არის ძალიან კარგად გაწვრთნილი მეთოდიკა, ყურადღების გაფანტვის, გადატანის, ინდიფერენტულობის შემოტანის ძალიან ბევრი მეთოდებია, ესენი არის ათვისებული ადამიანის რიგითი ადამიანის ცნობიერება მას ბოლომდეც კი ვერ ჩაწვდება თუ რამდენი მახე შეიძლება იყოს წინასწარ შემუშავებული მისი წყობიდან გამოსაყვანად. ამიტომ მე თანდათან შეიძლება მქონდეს რა ამ სპეც საშუალებებზე ბლოგები ჩავწერო, გაგაცნოთ სხვადასხვა ქვეყნის მეთოდიკა, უშიშროების მეთოდიკა, ეს უფრო კგბ-ის სისტემა არის, რომ აგიხსნათ რა ხდება საინფორმაციო მიმართულებით, თქვათ, საკუთარი მიზნების მიღწევისთვის, როდესაც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს საზოგადოების დენეიტრალიზაცია. ხო და ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა ვსუჩებ ტოტალურ ცვლილებებს, ეს არის ტოტალური რევოლუციური მიდგომები საქართველოში, ტოტალური ცვლილება სამართლებრივი რეჟიმის, სასამართლო რეჟიმის, არ შეიძლება ყველას მართლობის რუსეთის სასამართლო და რა თქმა უნდა, როდესაც ქართველი ერი მოახდენს ამას, ჩვენი გარე სამყარო, სამეზობლო სამყარო, საგარეო მიმართულება იმ დონეზე დაგვაფასებს ჩვენ, რამდენზეც ჩვენ თავს დავაფასებთ. სხვანაირად არ ხდება ეს, არც თუნდაც აი მეზობელი, შენი მეზობელი, ხო? თუ გიყურებს უთამოყარეო ხარ, ხო? სადგინდა შენს წახვიდე. აი ესე დამოკიდებულებით გიდგება. და ესე გექცევა, ასე არის საზოგადოება, ასე არის გლობალურ ვითარებაში სახელმწიფო. თუ არის სახელმწიფო და ეს არ არის რაღაცა. ამიტომ როდესაც ქართულ კაცს შეაწუხებს რეალურად ყველაფერი, როდესაც ის ჩათვლის, რომ ეს არის მისი საქმე და სხვისი არა, კეთილსინებებს ადგება და მოახდენს ქვეყანაში სოციალურ რევოლუციას. გააკეთებს სახელმწიფოს რესპუბლიკად გარდაქმნას, აუცილებელია საქართველოს უნდა აღდგეს საქართველოში ეროვნული რესპუბლიკა და ზუსტად ამ ეროვნული რესპუბლიკის იდეების საფუძველზე რაც რომში იყო რესპუბლიკა და 1000 წელი იარსება ესეთი მოწყობით და რამენაირად ვიცხოვრებთ რა 3 მილიონ 500,000 კაცი რესპუბლიკის იდეის საფუძველზე, ანუ თუმეტეს ეროვნული იდეის საფუძველზე, იმხელა ბუნებრივი რესურსები გვაქვს, იმხელა გაზი გვაქვს, იმხელა ნავთობიც კი გვაქვს, თუნდაც ჭაობი რო ჭაობია, იქედანაც შეიძლება სარგებლის მიღება, ძალიან ბევრი მოტივები, წყალზე რო არაფერი არ ვილაპარაკოთ, ევროპის მასშტაბით მესამე ადგილზე ვართ წყალუხვობით. ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო? 12 მილიონ კაცი შეინახავს საქართველოს რესურსით დღევანდელი მდგომარეობით. და რა დღეში ვართ? ხაზარაძეების დღეში ვართ, ივანიშვილების დღეში ვართ, გახარიების დღეში ვართ, ხიდაშელების დღეში ვართ და კიდევ უფრო ვარესების დღეში ვართ, თუ ერთი მევახშე ვიტარებს საზოგადოებრივ მომზადების გაკვეთილებს, თუ მეორე ოლიგარქი გვაძრობს სულს. ამიტომ
აქედან გამოსავალი არის ტოტალური სოციალური რევოლუცია, ქართველი ერი უნდა წამოდგეს ფეხზე, უნდა გაშალოს მისი გულის დროშები და დედა უნდა უტიროს ამათ, ბრუტალურად გადაუაროს თავზე და მოახდინოს ყველაფრის ამათი ქონების ნაციონალიზაცია. ამ შემთხვევაში კიდე ჩვენ შვილებს ექნება მომავალი იმისთვის, რომ გაიხედონ წესიერად თვალებში, შექმნან სახელმწიფო, სადაც კონსოლიდირებული იქნება იდეა სახელმწიფოების სიძლიერისა, რა თქმა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში განათლების ხარისხი, უნდა შეიცვალოს სახელმწიფოებრივი აღზრდის ხარისხი და უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული სტანდარტი იმისთვის, რა არის საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის უკეთესწორი. ამათ რო უყურო ბიჭო, ამათ რო უყურო, ესე იგი, ცნობილი მეტრაკეც ამათი არის, ცნობილი სპორტსმენიც ამათი არის, ცნობილი ისიც ამათი არის, ყველა ესენი არიან რა. თუ არ გჯერათ, შეხედეთ აგერ. ჩემი თუ არ გჯერათ, ძალიან მარტივ იმას რეალობას გეტყვი. ზალიკო ბერგერი, ყველა მიცის, რომ ცნობილი მეტრაკე. არის კოცია, ზალიკო ბერგერი. ყველა მიცის ლაშატალახაძე ვინაა, ხო? სოფლიო ჩემპიონი, რეკორდსმენი, ვინაა? კოცი. რა შეიძლება წესიერ სახელმწიფოში, რა შეიძლება ერთი იდეის ქვეშ აერთიანებდეს აი ამ ცნობილ გეის და ცნობილ სოფლიო ჩემპიონს. ახლა არ თქვა ქვეყნის კეთილდღეობაო რა. პოლიტიზირებულ გარემოში, სადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვითმიზანი, შეპყრობილი ხელისუფლების, ხო? წარმოუდგენელია ცნობილ გეის და ცნობილ სპორტსმენს აერთიანებდეს ქვეყნის კეთილდღეობა. მათ აერთიანებს საკუთარი პირადი კეთილდღეობა. ამიტომ არიან ისინი ერთად და ამიტომ სიყალბეში, რომ თითქოს დღეს უკვე ზეეროვნულად მოქცეული კონსერვატორული ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება, ქმნის რაღაცა სასიკეთოს და კარგს ამ საზოგადოებისთვის. რა ვიცი, მე ყველანაირად შევიკავე თავი, რომ რაღაცნაირად ისეთი არ მეთქვა, რომელიც მიკერძოებული იქნებოდა, თქვა ჩემი სუბიექტური აზროვნების, ესა უბრალო ანალიზი დღევანდელი გარემოსი და ნებისმიერი ადამიანი მიუხედავად რელიგიისა, სექსუალური ცხოვრების წესისა თუ იმისა, რომელიც მკვიდრია ამ ჩვენი უბედური ქვეყნის, ხო, შეხედავს ამ ყველაფერს, ჩახედოს ამ რეალობას თვალში და დაინახოს რა მომავალი აქვს ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველოს ქვია, სადაც პოსტულირებული არ არის არანაირი სიმართლე. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, აი ვინც უყურებს ამ გვერდიდან გენერირებულ ამ ვიდეოს, ძალიან ვთხოვ. არიან კატეგორია, რომელიც სხვა რაღაცას თხოვენ მის პუბლიკას. მე ესეთი, როგორ გითხრათ, არა ვარ. მე გთხოვთ მხოლოდ ერთ რაღაცას, გამოიწეროთ ეს გვერდი და მომცეთ საშუალება იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას ამ აყროლებულ ნაციონალურ მოძრაობას იგივე. იმიტომ რომ ნაცმოძრაობაში ყველაზე მწარე ნაცი უკვე დღეს კოცია გამხდარი. გავცე სათანადო პასუხი და ამ სიყალბეებს გავცე სათანადო პასუხი. გულსატკენია, იცით რა, სოციალური სტატუსების გაყიდვის გარდა რა, იცით, აი ეს ამას უნდა შევეხოთ და ჩემი გამოსვლაშევეცილებლად. აი მაგალითად ქართული ოცნება იმდენად მოქმედებს უშიშროების ამ მეთოდით, რასაც ქვია მიუნხენის მეთოდი. ეს არის ოჯახის წევრებზე მოქმედება. ყველაზე მეტად გული დამწყდა იმაზე, რომ დამწყდა რა, ანუ რეალობა ზვიად გამსახურდიას შვილი, ეს გიორგი გამსახურდია, ვიცი რა ვიღა აწარსული როგორანაირად, საკუთარი მამის საფლავიდან ამომგდები. პუტჩისტებმა მოკლეს, ზვიად გამსახურდია ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ლიდერი და პრეზიდენტი, არჩეული სრულიად საქართველოს მიერ, ხო? და ეს მკვლელები, მისი დღეს ქართულ ოცნებაში ზიან, ყობახიძის მამა პირველი პუტჩისტი იყო, პუტჩისტის შვილი და ყობაია ყობალაძე სამეგრელოს ამაოხრებელი, კიტოვანის ძაღლის გამსერნებელი ვეტერანთა სამსახურის უფროსია დღეს რიაზანის ეგრეთ წოდებული სამხედრო აკადემია დამთავრებული კონსპირანტი რიაზანში 4 წელიწადი არის. სამხედრო აკადემიის სწავლა, მე-5 წელიწადი დიპლომს იცავენ კურსანტები და ამან თურმე 1 წელიწადში დაამთავრა იქ აურობა და მე გენერალად მოგვივლინეს საქართველოში, საკავკასკი ვაინმე ოკრუგი. და
ზუსტად გამსახურდიას მკვლელები. და ეს ნაძირალა, ეს გამოდის ეს გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია და იძახის, რომ თურმეო ბიძინა ივანიშვილიო ბოდისო, რომ უხდისო, იმასო რა ქვია, აფხაზებსო და ოსებსო ესო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაო და ესო მოზომილი ქმედებაო და რა პასუხი უნდა გავცე 1000 ჯერ უთხარი და ახლაც ვეტყვი სწორად თქვა კონსტანტინე გამსახურდიან რომ ხანდახან გენი ისვენებს და ამაზე გენმა დაისვენა რა თორა საკუთარი ძმა ცოტნე რო ვერ იყიდა რო ვერ შეირიგა პუჩისტების ხელისუფლება რო ყოველთვის აი ვიშიც იყო ნამდვილად ზვიადის გენი ხო ის ამ მდგომარეობაში დაინვალიდა და როგორც ადამიანი ჩამოაშორა ამ სოციალურ აქტივობას. ხო რა დღეშია კაცი რა. ცოცხალმკვდარია, მისი ყოფა სოციალურად აქტიურია. მას შეუძლია აზრის გამოტანა მიმდინარე პროცესებიდან. აი როგორი მართალი ადამიანები რამ მდგომარეობაში აწყობს დღეს ქართულ ოცნებას რა. აი ეს არის ის რეალია, რასაც ჩვენ ვიღებთ. კაპიკებში გაყიდული გიორგი გამსახურდია რომელსაც აი მაგალითად მე მაგას ვძახი ორი მამის შვილს რა შეიძლება ფიზიოლოგიური მამა მისი არის ზუსტად გამსახურდია მაგრამ სულიერი მამა არის მისი ბიძინა ივანიშვილი ადამიანები იყიდებიან ჩემთვის ყველაზე მეტი მტკივნეული ის კი არა ვიღაცა მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი რო იყიდეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული არის ის რომ აი ეროვნული პრეზიდენტის ოჯახის წევრი აი ესე ხურდებში რო დაიქირავა ქართულმა ოცნება მე ახლა ამას არ ჯობია მაგალითად ნებისმიერი სიკვდილი ამ კულელობა რომელსაც მოგიწყობენ ამას ჯობია სულიერი გარდაცვალება შენი სულიერი გარდაცვალება არის ზუსტად ის უბედურება ის ეგრეთ წოდებული არდაბრუნების წერტილი რომელსაც შენ ვერ ასოდეს დაამთავრე ზოგადად აი ეს ცხოვრება გინდა რელიგიურად გინდა კაცურად გინდა ადამიანურად ერთი გვირაბია ჩვენ სიცოცხლეში ან რაღაცა ამ გვირაბის შუა წერტილში კვდები როგორც ცოცხალი ადამიანი მაგრამ მორალურად ან გადიხარ იმ გვირაბის ბოლოს და ფიზიოლოგიური გარდაცვალება და არა სიკვდილი არაფერია იმასთან რაც შეიძლება შენი სიცოცხლის მანძილზე შენი მორალური გარდაცვალებით სიკვდილით გემუქრებდეს უკაცრავად რა აი ეს მინდოდა მე თქვა მე ბევრი რამის თქვა მინდა ჩემო კარგებო ბევრი რამის გადმოცემა მინდა რა მაგრამ სამწუხაროდ მე ამის საშუალება მერთმევა იმიტომ რომ თურმე სიმართლე საქართველოს ყოფილა ჭყინტი ყველივით ესე მოუჭერ ხელს გაწურავდა რასაც გინდა იტყვი და რასაც გინდა ვერ იტყვი მრავალათასიანი პუბლიკა მყავს მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ შეზღუდულია ჩემი სოციალური აქტივობა ვერ ვაწოდებ საზოგადოებას ხმას და გავცელე დანახეთ თქვენ მეგობრებს გადაეცით ეს გვერდი ჩემი გვერდი ეს Facebook-ის აღნიშნული გვერდი და გამოიწერეთ ის მასობრივად იმიტომ ძალიან ხშირად გავაკეთებ აქედან ჩართვებს და მექნება სოციალური აქტივობა და არა პოლიტიკური აქტივობა არასდროს არ მინდოდა ჩემ ქვეყანაში ყოფილიყავი პოლიტიკოსი არასდროს არ მქონია სურვილი მჯდარიყავი პარლამენტში არასდროს არ მქონია სურვილი მიმეღო ეგრეთ წოდებული გლოტები იმიტომ რომ მე რო უყურებდი ჩემ ქვეყანაში რა ხდებოდა ქუჩაში ყოველთვის მრცხვენოდა ის რამხელა განსხვავებასაც ხედავდი პარლამენტის კარიდორებში შეიძლება იყოს შენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი შეიძლება ემსახურო შენ ქვეყანას იყო ჩვეულებრივი მოქალაქე იცხოვრო ისე როგორ იმ შემოსავლებით როგორც შენი ერი ცხოვრობს და იშოვო ყველაფერი რა თქმა უნდა შენი ინტელექტით შენი სინდისით მაგრამ დააყენო სტანდარტი და გახდეს სახე შენი საზოგადოების ან უღალატო ამ საზოგადოებას რომელშიც ცხოვრობ უღალატო შენ ქვეყანას უღალატო შენ მორალს უღალატო შენ რელიგიას და შენ სინდისს სულ ეს ორი დიდი სხვაობა იყო ადამიანი და იყო სხეული რომელშიც უბრალოდ სულია დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და მე მჯერა რომ ვინც ნახავს ამ ვიდეო ბლოგს გამოიწევს ამ პლატფორმას ჩემ პლატფორმას